ამ ყუთისგან გავაკეთებ ფეხსაცმლის ყუთს. ნახოთ რა გამოვა. ამას წავუსვიწებო, პევი არ ვიცი რამდენი დაიჭერს და ახლა სკოჩით უნდა მივამაგრო. თლიან სიგრძეზე. აი ასე. ესე გვექნება ყველა მხარეს სკოჩით დავამაგრებთ, მე ვნახოთ შეიძლება სულ გადავსკოჩო, რომ მეტი სიმყარე ჰქონდეს უფრო. აი ესე გამოიყურება ჯერჯერობით ჩვენი ყუთი. ახლა შიგ ჩავფენ. აი ასეთ კარტონს გამოჭრილს ჩავფენ, გავამაგრებ და მე გარედან რას ვიზავ და როგორ გავაკეთებ, ჯერ არ ვიცი და გეტყვით იმასაც. განახებთ. აი ასე. ნახოთ აბა შიგნით მე ან გარეთ რას გავაკეთებ ზოგადად და რას ვიზავ. ჯერ ვერ მომიფიქრებია. ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. უпростоრად ვერ ვნახე ვერც ერთი ისეთი ნაჭერი, რომელიც ამაზე უკეთესად გამოდგებოდა. და რადგან სკამებიც მაქვს ამ მატერიით გაკეთებული, ვიფიქრე, რომ კომპოზიციაში მოუხდებოდა ეს უფრო მეტად. შევკერე აი ასეთი, რა ვიცი, ჩიხოლი თუ რაც ქვია ამას და სახურავზე შემოვაცვი. კონკრეტული გეგმა რას და როგორ გავაკეთებ არ მაქვს. ეტაპობრივად მივყვები, აი აქ ჩამაგრებული მაქვს ეს, აი ეს უნდა ამაზე და შემოვაკრა, როგორმე ან ცხელი წებოთი, ან რაღაცით უნდა მოვიფიქრო და საბოლოო ჯამში უკვე დასრულებულს გაჩვენებთ. მაქვს აი ასეთი თვითწებადი რულონი შემორჩენილი. ეს არის ძირი ამ ყუთის მთლიანად არ გაუკეთე ნაჭერი, ჯერ ერთი არც მეყოფოდა და ახლა მაინც ძირი არის, ატაკზე უნდა იდოს და რაღაც არა მგონია მთლად კარგი იდეა იყოს და მინდა რომ აი ეს თვითწებადი დავაწებო, რომ უბრალოდ ლამაზი იყოს, არ ჩანს ეს ადგილი, მაგრამ მაინც მინდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. ესენი დავამაგრე ცხელი წებოთი და საკმაოდ კარგად დამაგრდა, კმაყოფილი ვარ. აი ასე გამოიყურება დაახლოებით ჯერჯერობით. თლათ იდეალურად არ გადაეკრა, მაგრამ ნუ რაც არის არა უშავს კიდე რაღაცებს გამოვასწორებ. ესეა. ნახოთ. დავასრულე როგორც იქნა ფეხსაცმელების ყუთის აწყობა. აქ გავუკეთე ასეთი საკეტი. აი ასე უნდა დაიკეტოს, ამაში გაეყრება და დაიკეტება. გაჩვენებთ დაკეტილსაც. ნუ რა ვიცი, აი ასე გამოიყურება. უკან თლად პრეზენტაბელური არ არის, მაგრამ ნუ ის მაინც არ ჩანს ის ადგილი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია წებოვანი ქაღალდის გადაკვრა. მით უმეტეს ასე თუ სწორმასწორო ზედაპირზე. შიგნით აი ასეა. რა ვიცი, მე მგონი გამომადგება. ასეთია შეკრული. ნუ ამაზე მეტად აღარ იკეტება, არ ვიცი რატოაც მინდა ძალა დავატანო, იმიტომ რომ კი არის სქელი კარდონი და ორი პირი, მაგრამ მაინც შეიძლება
დროთა განმავლობაში გაიხეს და იყოს ესე არა აქვს მნიშვნელობა მაინც არ ჩანს ზოგადად ის ადგილზე უნდა დავდგა ეს ყუთი საწოლის ქვეშ იმ საწოლსაც მე გაჩვენებთ აივანზე იქნება და ნახოთ როგორი იქნება თუ არ მომეწონება არც ეგ არ არის პრობლემა ახლა სხვას გავაკეთებ მადლობა ყურადღებისთვის გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით